აქციაზე პიროტექნიკის გამოყენების გამო ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პედაგოგი მანანა მიქავა 5,000 ლარით დააჯარიმა. მიქავამ პიროტექნიკა 16 იანვარს ამავე დღეს პროევროპული აქციის დროს დაკავებული პარტია დროას წევრის მარიამ სიჭინავას და სამოქალაქო აქტივისტის კერენ ესებუას სოლიდარობის ნიშნად ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობის წინ გაისროლა. ფოიერვერკის გამოყენების შემდეგ მანანა მიქავა ოცნების პოლიციამ დააკავა. ის დაკავებიდან დაახლოებით 2 საათში ხელწერილი საფუძველზე გაათავისუფლეს და დღეს 5,000 ლარით დააჯარიმეს.